პროექტის ფარგლებში ჩატარდა ჟიულის შარტავას მოგონების საღამო, ანუ მისი გმირობის შესახებ საუბარი, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც რაიონის ხელმძღვანელები, ისე ჩვენი სკოლის მოსწავლეები. ჟიული იყო ფენომენი, მეორე ცოტნე დადიანი. ის იყო ზნეობრივი გმირი, რომელმაც ბევრი რამ, ანუ სიცოცხლე შესწირა საქართველოს თავისი მიწაწყლის, ქვეყნისათვის, ერისათვის. ამიტომაც ჩვენ ასე პატივს მივაგებთ და მისი შრომა, მისი ბრძოლა არასდროს არ იქნება დავიწყებული. თაობები მუდამ გაიხსენებენ ამ გმირ კაცს, ამ ჩვენი მიწის კაცს, რომელმაც საკუთარი სულით, საკუთარი გული და ყველაფერი მიუძღვნა ამ სამშობლოს ერთიანობის იდეას. ის განმეორებელი იყო, ის იყო ლიდერი სკოლაში, ის იყო ლიდერი სწავლის დროს, ის იყო ლიდერი მუშაობისას, ის გახდა გმირი, როცა სამშობლოს დაშირდა მისი სიცოცხლე. ამიტომაც ჩვენ ქეთს ვიხრით ამ უდიდესი პიროვნების წინაშე და მივაგებთ პატივს მას და ალბათ მომავალი თაობები მიაგებენ პატივს. მასზე დაიწერა ძალიან ბევრი წიგნი და ბროშურა. დაიწერა ძალიან ბევრი ლექსი და მიუძღვნეს ამ გმირ კაცს. ალბათ მომავალი თაობა კიდევ უფრო მეც გააკეთებს, კიდევ უფრო დააფასებს და ისტორიიდან მისი სახელი არასდროს არ ამოვა. ჩვენი მიწის, ჩვენი ღვიძლი, შვილის, ჟიულის სახელს გაუმარჯოს. სენაკი ამაყობს, რომ სამი გმირი ყავს. ეს არის გენო ადამია, ეს არის გურამ გაბისკირია და ჟიული შარტავა. სამი კოჰორტა, სამი საოცრად დიდი პიროვნება, რომლებიც შეეწირნენ ქვეყნის ერთიანობას. ანუ დიდი რუსეთისაგან ქვეყნის დახსნას. მართალია მათ ეს ვერ შეძლეს, მაგრამ მათ სურდათ, რომ ქვეყანა დაეცვათ, ქვეყანა ეხსნათ იმ დიდი კატასტროფისგან, რისგანაც, ასე ვთქვათ, ელოდა მამულს. ამიტომაც მოდი ერთი სტროფით გავიხსენებ გენო კალანდიას ლექსს. ის ამბობს ასე, რომ წავალ დავდგები ფაზისის ხიდზე, რომ ჩემი სისხლი წვეთ მოგცე, მომეცინება იყვარდე ისე, როგორც უყვარდი მამულო ცოტნეს და ცოტნისეულად დაიღუპა ეს სამი გმირი და მათ შორის ბატონი ჟიულ შარტავა.